საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მისი საქმიანობა ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია, შესაბამისი ფონდების მოძიება, პროექტების განვითარება და მათი ეფექტიანი განხორციელება. თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის საშუალო ვადიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს მიაღწევს, მაშინ ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ დეფიციტის შესამცირებლად და ენერგოუსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად აუცილებელია გენერაციის ობიექტების გეგმიური მშენებლობა და მათი ექსპლუატაციაში მიღება. ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა განახლებადი ენერგიის პოტენციალის სრულად ათვისება, რაც ხელშეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ენერგეტიკულ სტაბილურობასა და გარემოს დაცვას. ფონდი ქმნის ინვესტორებისთვის საიმედო და სტრატეგიულად ხელსაყრელ გარემოს. ჩვენ უზრუნველყოფთ სამართლებრივ, საინჟინრო და ფინანსურ მხარდაჭერას, ვამარტივებთ პროცესებსა და ვქმნით გამჭვირვალე, ინოვაციურ და სტაბილურ სამუშაო ველს, რომელიც ინვესტორებს მდგრადი და წარმატებული ენერგეტიკული პროექტების რეალიზებაში ეხმარება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინიციატივით განხორციელდა ინოვაციური და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები. ქვეყნის ენერგოსისტემას უკვე დაემატა პირველი ქარის ელექტროსადგური. მზის ენერგიით უზრუნველყოფილი სოციალური ობიექტები, სოფლად განთავსებული ელექტროფიცირებული პუნქტები. აღნიშნული პროექტები საქართველოს ენერგეტიკულ გარემოს ცვლის და მის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სერვისების გაციფრულებისა და გამარტივების მიზნით ფონდის მიერ დაინერგება ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ხელს შეუწყობს მომსახურებების ერთ სივრცეში გაერთიანებას. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიმდინარე პორტფელი მოიცავს ჯამში 2880 მეგავატ დადგმული სიმძლავრის მქონე გენერაციის ობიექტებს, რომელთა ხვედრითი წილი გადანაწილებულია როგორც ჰიდრო 1412, ქარი 98, ისე მზის 1366 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურებზე. ფონდი განახლებადი ენერგიის პროექტებით აძლიერებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ავითარებს თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.